არჩევნებამდე ორი თვე რჩება და ჯერ ისე უცნობია, ვინ იქნება ლელო ძლიერი საქართველოსა და გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის მერობის საერთო კანდიდატი. პარტიებში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს კანდიდატების შერჩევის პროცესი, ასევე მათი თქმით, მაჟორიტარობის წარდგენის ვადა 4 სექტემბრამდე აქვს და ამ ვადას მაქსიმალურად გამოიყენებენ. პარტია გახარია საქართველოში ადასტურებენ, რომ განსახილველ კანდიდატთა შორის ერთ-ერთი მათი პარტიის წევრი გიორგი შარაშიძეა. ასევე სავარაუდო კანდიდატად დასახელდა ალეკო ელისაშვილიც. ოპოზიციური პარტიების მეორე ნაწილი კი არჩევნებში მონაწილეობის ნაცვლად მძლავრი პროტესტისთვის ემზადება. რაც შეეხება მმართველ პარტიას, ქართულმა ოცნებამ მერობის კანდიდატად მესამე ვადით კვლავ კახაკალზე წარადგინა. დედაქალაქის მაჟორიტარობის კანდიდატებს კი უახლოეს დღეებში წარადგენენ. 4 სექტემბრამდე არის ვადა კანდიდატების წარდგენის, მერობის კანდიდატების, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატების წარდგენის ვადას არ გადავაცილებთ. მანამდე გაიგებთ ვინ იქნება. ჯერ გააწყვეტილება მიღებული არ არის. საერთო კანდიდატი გეყოლება ჩვენ და გახარიას პოლიტიკურ ჯგუფს. ეს არის ფაქტი. ვინ იქნება ჯერ გააწყვეტილი არ არის. რამდენიმე კანდიდატზეა განხილვახოვა რა. თქვენ ხართ მათ შორის? რა მნიშვნელობა აქვს? გაიგებთ 4 სექტემბერს. გახარიას პარტია არის თუ არა წინააღმდეგი თქვენი კანდიდატურის? არა, წარმოდგენა არა. გიორგი შარაშიძე არის ჩვენი გუნდის წევრი. პარტიის დაარსების დღიდან მას აქვს შესანიშნავი გამოცდილება როგორც მენეჯერული, ისე პოლიტიკური საქმიანობის, ის თბილისის მუნიციპალიტეტში საკრებულოს წევრია 4 წლის ვადით. გიორგის აქვს ბრწყინვალე განათლება, ის არის კომპეტენტური, მაღალი პროფესიონალი და ნამდვილად ესეთი ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ერკვევა თბილისის მოსახლეობის პრობლემებში, იქნება ნამდვილად ძალიან დიდი წარმატება ამ ქალაქის მომავლისთვის. ჩვენ ამობლევთ ესეთი ტიპის შეფასებების გაკეთებას, იმიტომ რომ ზოგადად ეს პროცესი არის არალეგიტიმური, სპეცოპერაცია ტარდება და სპეცოპერაციაში უსრა როლი იქნება თუნდაც ეგრეთ წოდებული მთავრობის, ეგრეთ წოდებული ოპოზიციის ხრიდან ამას არავითარი მნიშვნელობა ჩვენთვის არ გააჩნია, ამიტომ არც კანდიდატებზე საუბარს და არც ამ კანონურ პროცესზე ჩვენ ამბობთ არ ვაპირებთ მთელი ამ თვეების მანძილზე. ვერც ერთი კანდიდატი კონკურენტუნარიანი ვერ იქნება. ვერც თვითონ გახარია ვერ იქნება კონკურენტუნარიანი, იმიტომ რომ ქართულმა ხალხმა დაინახა მისი პოლიტიკური სიმამაცე. გაურბის გამოძიება, სადღაც წავიდა ვითომ დროებით 1-2 დღით თავისი პოლიტიკური მიზნების მოსაწესრიგებლად და ჩარჩა იქ და არ უნდა უპასუხოს პროკურატურის შეკითხვებს. შეეშინდა საგამოძიებო კომისიისას თუ რა იყო არ ვიცი, იქიდან ჩაგვერთო ვითომ ესეთი ტიპის ადამიანები, რომლებიც ამას გაურბიან, რა შეიძლება ახლა ქართული ხალხი მისგან ელოდოს.